მოგესალმებით, მეგობრებო და მოდი ყველანაირი შესავლის გარეშე პირდაპირ გეტყვით თუ რის განხილვას ვაპირებთ დღეს. ვიცი დიდი ხანია დავიკარგე, რამდენი ხანია ვიდეო არ გადამიღია, მაგრამ ისევ დავბრუნდი. ეხლა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ესეთი ჩავარდნა აღარ გვექნებოდა ყოველ კვირას ახალი ვიდეო გამოვა და ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მოდი გეტყვით რის განხილვას ვაპირებთ დღეს. Jujutsu Kaisen-ი ყველამ ვიცით და ეს ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი ანიმეა და ამ ანიმეში მესამე სეზონი ისეთი მაგარი იყო, ისეთი მაგარი ანიმაცია ჰქონდა, ვისაც ნანახი რა გაქვთ აუცილებლად ნახეთ. ჩემს უკანა ფონზე ახლა გადის ერთ-ერთი სერია და თუ გინდა დააკვირდეთ ცოტათი, აი პროსტა როგორი კარგი ანიმაცია არის, იმის და მიუხედავად რომ დაბლურული არის რა. და რის განხილვას ვაპირებთ დღეს. მოკლედ, ამ მესამე სეზონში გამოჩნდა ძალიან ბევრი ახალი პერსონაჟი და როგორც ვიცით, ამ პერსონაჟებს აქვთ დაწყევლილი ტექნიკები და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება ყველა ახალი პერსონაჟის დაწყევლილი ტექნიკები განვიხილოთ. ასევე იცოდეთ რომ სპოილერები იქნება, რადგან ბევრის დაწყევლილი ტექნიკა ახსნილი არ არის, მაგრამ ამ ვიდეოში ყველა ახალი პერსონაჟის დაწყევლილი ტექნიკას ავხსნით. ამიტომ მოდი დავიწყოთ ვიდეო. და თუ გინდათ რომ მსგავსი ვიდეოები კიდევ გამოვიდეს ასეთი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ასევე არ დაგავიწყდეთ დაწერა თუ რომელი არის თქვენი საყვარელი Jujutsu Kaisen-ის პერსონაჟი და შეიძლება შემდეგ ვიდეოში თქვენი კომენტარი მოხვდეს. ანუ რამოდენიმეს მაინც. ამიტომ დააკომენტარეთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ეხლა დავიწყოთ. პირველ რიგში მოდი განვიხილოთ Naoya Zenin-ი. Naoya Zenin-ი გამოჩნდა პირველ რამოდენიმე სერიაში და სხვათა შორის ძალიან ჩქარი პერსონაჟი არის და ალბათ ყველას გაგიჩნდათ შეკითხვა როგორ ჩქარდება ასე ძალიან. და ახლავე გეტყვით. მისი დაწყევლილი ტექნიკა არის 24 frames per second. რას ნიშნავს ეს? ანუ 24 ნახატი წამში. როგორც ვიცით, ანიმეები ზოგადად დახატული არის 12 ნახატით წამში. ანუ 12 ნახატი არის ერთ წამში, როცა ანიმეს უყურებთ. Naoya Zenin-ის ძალა არის ის, რომ ის 24 ნახატით მოძრაობს წამში. ანუ ორჯერ უფრო ჩქარი არის სხვა პერსონაჟებზე. ანუ მაგალითად მას შეუძლია რომ რაღაც მოძრაობა გაწეროს და ეს მოძრაობა შესრულდება 24 ნახატში და არა 12-ში და ვიღაცაზე უფრო ჩქარა გადაადგილდება. იმ შემთხვევაში თუ ის ვინმე სხვას შეეხება, მანაც უნდა იმოძრაოს 24 ნახატით წამში და თუ ის ვერ იმოძრავებს ასე, მაშინ ის გადაიქცევა ერთ ნახატად და ერთ ადგილას გაიყინება და ამის შემდეგ შეუძლია დაარტყას Naoya-მ მას, გატეხოს, ზიანი მიაყენოს და ასე შემდეგ. მაგრამ როგორ ჩქარდება, ასე უაზროდ ალბათ ყველას გაინტერესებთ. და ესეც ძალიან მარტივია. როდესაც Naoya გააქტიურებს თავის დაწყევლილ ტექნიკას, ის 24 ნახატით მოძრაობს. მაგრამ ამ 24 ნახატის მომენტში მას შეუძლია კიდე გააქტიუროს თავისი ტექნიკა, მაგალითად 12 ნახატს რომ გაივლის, გააქტიუროს კიდე თავის ტექნიკა და ეხლა უნდა გაიაროს 12 და პლუს კიდე 24 ნახატი, ხო? როდესაც კიდე შუაში მივა, კიდე დაამატებს 24-ს და აი ასე უსასრულო დაამატებს ერთმანეთზე. და საბოლოოდ ისე გამოდის, რომ რაღაც მომენტში მან უნდა გაიაროს 1000-ობით და 10000-ობით ნახატი წამში. ანუ წარმოიდგინეთ, ვიღაცაზე 10000 ჯერ ჩქარდება, თუ 10000 ჯერ არა, მაგრამ შეიძლება 500 ჯერ უფრო ჩქარდება. და აი ასე ერთმანეთზე აწყობს თავის ტექნიკას, ამატებს და საბოლოოდ იმდენად ჩქარი ხდება, რომ თუ ანიმე ნანახი გაქვთ, ანუ ტყვიასავით მოძრაობს, ანუ მთები გახვრიტა ტიპმა, ანუ სანამ მივიდოდა რა. ხო და ეგ არის მისი დაწყევლილი ტექნიკა. ჩემი აზრით ძალიან მაგარი ტექნიკა არის რაღაც პუნქტში, იმიტომ რომ თუ სხვას შეეხები, მანაც 24 წამით უნდა იმოძრაოს ერთ წამში 24 ნახატით, თუ ვერ მოძრაობს ერთ ადგილას იყინება და ასევე შეუძლია რომ თავისი ტექნიკა ერთმანეთზე ასე რომ ვთქვათ ააწყოს, რამოდენიმეჯერ დააწყოს, ანუ ვთქვათ 24 წამს დაამატოს კიდე 24 წამი, დაამატოს კიდე 24 წამი და საბოლოოდ ისე გამოდის რომ უაზროდ ჩქარდება. და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და მაგარი ტექნიკაა. მოდი შემდეგი განვიხილოთ ჩვენი პატარა ბიჭი Yuta, რომელიც წესით სხვათა შორის უნდა ყოფილიყო Jujutsu Kaisen-ის მთავარი პერსონაჟი, მაგრამ ავტორმა გადაწყვიტა რომ შეეცვალა ეს აზრი და ეხლა არის იტადორი. და ჩემი აზრით ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ იტადორი გაცილებით უფრო მაგარი მთავარი პერსონაჟია. ეხლა რა არის Yuta-ს დაწყევლილი ტექნიკა? Yuta-ს დაწყევლილი ტექნიკა არის კოპირება. ანუ მას შეუძლია სხვა ტექნიკების კოპირება. ოღონდ ამას აქვს წინაპირობა. იმისთვის რომ Yuta-მ ვიღაცის ტექნიკა დააკოპიროს, მან უნდა შეჭამოს ამ ადამიანის რაღაც სხეულის ნაწილი. რაც უფრო პატარა არის ეს სხეულის ნაწილი, ტექნიკა მით უფრო ცოტა დროით მოქმედებს, რაც უფრო დიდი არის, რა თქმა უნდა, სხეულის ნაწილი, მით უფრო დიდი ხანი მოქმედებს ეს დაწყევლილი ტექნიკის კოპირება. გარდა ამისა, მას ადევს წყევლა, თავისი ბავშვობის დაქალის წყევლა, რომელიც მოკვდა და მოკლედ ამ გოგოს უყვარდა
და წევლა დაადო რომ ეს სულ შენთან მიქნებიო რა. ეს გოგო გადაიქცა დაწყეული სულად და ახლა როგორც წევლა იუტას დაყვება. ოღონდ იუტა ძალიან უყვარს და ყოველთვის ისე ეუბნება რომ რაღაც იუტა მე შენ მიყვარხარ, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ და იუტაც ამით სარგებლობს და ბრძანებებს აძლევს ხოლმე რომ ჩემი სიყვარულის გამო შენ ახლა წახვალ და ამ ორ კაცს მოკლავ. ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ ეგრე არის რეალურად. მაგრამ იუტას ამ დაწყევლილი გოგონას გამოყენება შეუძლია მხოლოდ 5 წუთით. და ამ 5 წუთის განმავლობაში მან ბეჭედი უნდა გაიკეთოს, რომელშიც არის ასე რომ ვთქვათ, სილი დადებული რაღაც შელოცვა, რომელიც დააკავშირებს მათ ამ 5 წუთის განმავლობაში. თუ ეს ბეჭედი არ უკეთია, ან 5 წუთი გავა, მათი კავშირი რაღაც მომენტში წყდება, სული თავისუფლდება და იუტას ირგვლივ დაყვება, მაგრამ ბრძანებებს აღარ იღებს. ამიტომ იუტას ძალიან მაგარი, ასე რომ ვთქვათ, ბჭყალებში ორი ტექნიკა აქვს. ერთი არის ეს დაწყეული სული, რომელიც უაზროდ ძლიერი არის. ამ სულს შეუძლია ლეიზერ ბლასტები გამოუშვას თავისი თვალიდან, ასევე აქვს პატარა საწყობი, სადაც იუტას თავისი იარაღები უწყია. გარდა ამისა, იუტას აქვს თავისი დაწყეული ტექნიკა, რომელიც აძლევს საშუალებას, რომ დააკოპიროს სხვისი ტექნიკები, ასევე იუტას აქვს domain expansion-ი, ანუ ტერიტორიის გაფართოება, სადაც სპოილერები, მისი ტექნიკაც კი ოდესმე მოუპარავს ამ დომეინში, ანუ ტერიტორიის გაფართოებაში ყველა ტექნიკა ერთად არის. სხვადასხვა ხმლებში, რომელ ხმალსაც აიღებს, იმ ხმალში იქნება რაღაც ტექნიკა და გამოიყენებს ყველას, როდესაც თავის დომეინში არის, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ იუტა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პერსონაჟია, გარდა ამისა, გასათვალისწინებელი არის, რომ გოჯოს ნათესავია და აქვს უაზროდ დიდი დაწყეული ენერგია. ანუ გოჯოზე რაღაც 2-ჯერ თუ 3-ჯერ მეტი აქვს, სუკუნაზე მეტიც კი აქვს, ასე რომ ვთქვათ. ან არა, მგონი არა, სუკუნას და იუტას მგონი რაღაც თითქმის თანაბარი ოდენობის დაწყეული ენერგია აქვს. მაგრამ წარმოიდგინეთ სუკუნას ოდენობის დაწყეული ენერგია რომ გაქვს, აი ძალიან დიდ დონეზე არის საუბარი, თვითონ ანიმეშიც ნაჩვენები არის, ანუ იუჯიმ რო დაინახა იუტას დაწყებული ენერგიის ოდენობა, ანუ ერთ ადგილას გაშიშდა რა. ამიტომ იუტაც ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პერსონაჟია. და სანამ შემდეგ პერსონაჟებზე გადავალთ, ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი, რომ კიდევ და კიდევ მეტი ასეთი ვიდეო გამოვიდეს. ეხლა აღარ მოგასცემთ და გადავიდეთ შემდეგ პერსონაჟზე. შემდეგი პერსონაჟი არის Jane and Juliet, ვისაც TikTok ედიტები ნანახი გაქვთ, აუცილებლად მიხვდებით, რაზე მაქვს საუბარი. ნუ სამწუხაროდ YouTube-ზე ამ სიმღერას ვერ ჩავთავ და ვერც ვიმღერებ, მაგრამ ვისაც ედიტები ნანახი აქვს, აუცილებლად მიხვდება. ეს არის რიუ იშიგორი, რომელიც იუტას ებრძოლება ბოლო ეპიზოდში. მისი ძალა არის, რომ მას თავზე აქვს რაღაც პატარა მწრე, ანუ ქერონისავით აქვს და ამ თავის წრეში, რაც თავზე აქვს თმა, ასე რომ ვთქვათ, აგროვებს თავის დაწყეულ ენერგიას და უშვებს როგორც laser blasts, ანუ ძალიან ძლიერ laser blasts. რა თქმა უნდა, ამ ლეიზერების დაყოფაც შეუძლია, რა თქმა უნდა, შეუძლია სიმძლავრის გაზრდა, შემცირება, თუ გადახურდება თმა ეშლება, მერე ის თმა ისევ უნდა გაისწოროს ქერონივით და ისევ უკან იმ ქერონიდან ისვრის. ძალიან ბრძოლას მოწყურებული ტიპია. რამოდენიმე საუკუნის უკან არსებობდა და ეხლა მესამე სეზონში რო გაცოცხლდა ბრძოლა მინდაო და იუტამ იმენა ისე დაამარცხა, რომ აუცილებლად უნდა ნახოთ, მაგრამ ხო, მარტივი ძალა აქვს, კარგი დაწყეული ენერგიის გამოყოფის უნარი აქვს, ანუ ძლიერად გამოყოფს თავის დაწყეულ ენერგიას. და ხო, ეგ არის და ეგ. და ასევე მეორე პერსონაჟიც არის, რომელსაც ასევე განვიხილავთ. მეორე პერსონაჟი არის ურო, რომელიც ასევე იუტას ებრძოლებოდა. ეს სამი ერთად ბრძოლობდნენ და უროს ძალები ეს არის, რომ მას შეუძლია ცა გაღუნოს. ანუ პირდაპირ გაგებით, ანუ ცას ღუნავს. შეუძლია რომ hires, ანუ არაფერს space ხელი მოკიდოს. და ეს მოკაჩოს თავისკენ. აი ჩათვალეთ Whitebeard-ი არის, ოღონდ დანერფილი რა. მაგალითად, თუ მას თოფიდან ტყვიას ესვრიან, მას შეუძლია მის წინ არსებულ hires ხელი მოკიდოს და გვერდზე გაწიოს და რომელ მხარესაც გაწევს, ეს ტყვიაც მაგ მხარეს წავა, ანუ ტრაექტორიას შეისვრის, ანუ რეალობას ღუნავს, აი მარტივად რომ ახსნა. ან მაგალითად მუჭი რო დაარტყა, მას შეუძლია თავის წინ hires ხელი მოკიდოს, გამოკაჩოს თავიდან მარჯვნივან, თავისგან მარჯვნივან მარცხნივ და რომ მხარესაც გაკაჩავს, შენი ხელი მაგ მხარეს გაიწელება. შენ ხელს არაფერი არ მოუვა, უბრალოდ რეალობა გაიღუნება და როდესაც ხელს გაუშვებს, ისევ გასწორდება, მაგრამ ანუ შეუხებელია, ვერ შეეხები მას, ასე რომ ვთქვათ. და ეს ძალიან გამოსადეგი არის, რადგან მას შეუძლია რომ ამ hires ხელი მოკიდოს, შენს ირგვლივ შემოარტყას და შენივე
დარტყმული შენ მოგხვდეს. ნუ არც ისე ძლიერი ძალაა, მაგრამ თავდაცვისთვის შესანიშნავი ძალაა, მე თუ მკითხავთ და კარგადაც იყენებს ეს პერსონაჟი, რადგან მრავალი საუკუნის წინ ცხოვრობდა და კარგად იცის როგორ გამოიყენოს თავის დაწყებული ენერგია და ტექნიკაც რა თქმა უნდა. და აქ უნდა გავჩერდე, რადგან კიდევ ყავს ძალიან მაგარი პერსონაჟები, აი აქ ამოვყრი ამ პერსონაჟებს, რა თქმა უნდა, ჰიგურუმა ყავს, ბატონი ტუნგაც, ეგეც TikTok-იდან სოქს ეცოდინება, ასევე ეს კომედიანი პერსონაჟი რაღაც ეგრე ქვია და კიდევ რამოდენიმე, ანუ ამათაც ძალიან მაგარი ძალები აქვთ. ამათ ძირითადად domain expansion-ები აქვთ, ანუ ტერიტორიის გაფართოებები პირდაპირ საწყის დაწყებული ტექნიკად, ამიტომ ცოტა სხვანაირი ვიდეო იქნება ის, ამიტომ მაგას შემდეგისთვის შევინახავ. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ, თუ გინდათ რომ ამის გაგრძელება გადავიღო, რა თქმა უნდა დააკომენტაროთ, დააკომენტარეთ რომ აუცილებლად გააგრძელე და შემდეგ მიუწერეთ თქვენი საყვარელი პერსონაჟი და მივხვდები რომ მოგეწონათ ასეთი ტიპის ვიდეოები და კიდე გადავიღებ. Jujutsu Kaisen ძალიან მომწონს და რავი, ბევრს ვილაპარაკებ ამაზე თქვენს თუ მოგეწონებათ. ხო, ასევე დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და აბა მომავალ შეხვედრამდე. ხო, აი, ახლა აღარ დავაგვიანებ. უეჭველი. ერთ კვირაში უეჭველი დაიდება, ერთ კვირაში უეჭველი.